მე ვიმყოფები აჟდოდში. აჟდოდში როგორც ყველა სხვა ქალაქში ხშირად ითვლება განგაშის სირენა, გვიწევს ხშირად თავშესაფარში ჩასვლა. დღევანდელი დღის მდგომარეობით არის ძალიან სახიფათო და ცუდი სიტუაცია. აუცილებლად ჩვენ ყველანი უნდა ჩავიდეთ თავშესაფრებში, იმიტომ რომ ნათლად გამოჩნდა ამ დღეების განმავლობაში ის ადამიანები, ვინც სამწუხაროდ დაიღუპნენ, ყველანი იყვნენ თავშეუფარებელ ადგილას. და ვინც თავშესაფარში შევიდა, ყველა გადარჩა. სიტუაცია არის ჩვენთან უკიდურესად ძიმე ამ ეტაპზე, იმ მხრივ, რომ რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან ძლიერ მეთოქესთან მოგვიწია ამჟამად. ჩვენ ყოველთვის ვიმედოვნებთ, რომ ისრაელის არმია, ცალი და ასევე მოსადი თავის საქმეს აკეთებენ და ჩვენ რა თქმა უნდა დაცულად ვძნობთ თავს თვითონ შიგნით ქვეყანაში. მოვლენები ძალიან ცუდად გავითარდა. მანამდე ჩვენ გქონდა დაპირისპირება ხამასის დაჯგუფებასთან, რომელიც გვაწუხებდა აგერ წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს კონფლიქტი არა მოჩენილი, მაგრამ მე მინდა შედარებითი მაგალითი მოვიყვანო, ხო, როცა ჩვენ ხამასთან გქონდა დაპირისპირება, ჩვენ იმდენად დაძაბული სიტუაციაში ქვეყანაში არ გქონდა იმ მხრივ, რომ ჩვენ ვიცოდით, რომ სულ სხვა რაღაცას გვესწოდა. ანუ რის თქმა მინდა, მათი რაკეტები, ირანის რაკეტები, ბევრად ძლიერი არის ვიდრე ხამასის, ან თუნდაც ჰეზბოლასი, რომელიც აგერ ჩვენ გვებდის უკვე 2 წელია. ამიტომაც როგორც ასეთი საფრთხე არის დიდი, რა თქმა უნდა, აგერ ჩვენ ყველანი კარგად ხედავთ ამ 4 დღის განმავლობაში რამდენი რაკეტა დაეცა, რა მასშტაბის ზარალი მიიღო ისრაელმა, აგერ ათეულობით უკვე ადამიანი არის დაღუპული, 500-მდე არის მე მგონი უკვე დაშავებული ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც არიან მოკლულები. ამაში პარასკევს დაიწყო ყველაფერი ძალიან მოულოდნელად. ანუ მე ცოტა ქრონოლოგიურად რომ მოგიყვეთ, როგორი მომენტი იყო. დაახლოებით ღამის 3:30 იყო, მთლიან ისრაელში ჩაირთო განგაშის სიგნალი. ვისაც ეძინა ახლა ჩვენ წამოხდით ეგრევე, მობილიზდით. პარალელურად ავტომატურად დაიწყო ყველას, ანუ მოსახლეობასთან მოსვლა SMS-ების, რომ არის მიწისძვრა. ჩვენ გაგვიკვირდა, ანუ არც ვერც ბიძგი ვერ ვიგზენით, ვერც ვერაფერი და ანუ საფრთხე არისო, გარეთ. დაახლოებით 1:30 ვიმყოფებოდით ეზოში, ველოდებოდით ბიძგებს და ასე შემდეგ, მაგრამ დაიწყო მალევე პარალელურად ინფორმაციების დადება, რომ ისრაელმა დაიწყო ირანში ბირთვული იარაღების განადგურება. ანუ დარტყმები დაიწყო რაღაც წერტილოვანი. საზრება ტრიალებს თვითონ შიგნით მოსახლეობაში, რომ ჩვენ უბრალოდ გაგვაღვიძეს პრევენციულად ადრე, გაგვაფრთხილეს, ანუ იმისთვის, რომ ჩვენ მობილიზდით, გავიღვიძოთ და ვიყოთ მზად ყველა მოვლენებისთვის. და ამასობაში პარალელურად ჩვენ გარეთ ვიყავით და ველოდებით ეგრეთ წოდებულ მიწისძვრას. ამასობაში ისრაელი ატარებდა, როგორც დღემდე ატარებს, თავის სპეცოპერაციას ბირთვული იარაღის განადგურების მიზნით. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ჩვენ მიყობით რეგულაციას და მაგას ვაკეთებთ. სარდაფიდან ამოვდივართ უკვე შემდგომ განმეორებითი SMS-ი მოვგდით ყველას, რომ ჩვენ შეგვიძლია დავტოვოთ ბუნკერი, ეგრეთ წოდებული ბუნკერი, თავშესაფრის ოთახი. შემდგომ ამოვდივართ სახლში, მაგრამ პერიოდულად ჩვენ გვიწევს, ანუ ღამის განმავლობაში 3-ჯერ, 4-ჯერ ჩასვლა, იქ ყოფნა, ამ ღამის გადატანა, მაგალითად, წუხანდელი ღამე რო ავიღოთ, 4 საათი დილის და 15 წუთი იყო, ჩვენთან რო ჩაირთო განგაშის სირენა და ჩვენ მოგვიწია აგერ ბავშვებთან ერთად მანდ ყოფნა.